გაათვალეს, რომ ეს არის გარკვეული დაცვის მექანიზმი. მოგესალმებით, დიდი მადლობა მობრძანებისათვის. ჩვენი დღევანდელი პრესკონფერენციის თემა შეეხება გუშინ ქუთაისის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს. როგორც მოგეხსენებათ, ქუთაისის საკრებულოში გუშინ ქუთაისში საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს ქრისტიან-დემოკრატიული ფრაქციის წევრი დავით დვალი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას ოპოზიციური კვოტით იკავებდა. ამ სრულიად არაადეკვატური, არაარგუმენტირებული ახსნა განმარტებების გარეშე გაკეთებულმა გადაწყვეტილებამ, მიღებულმა გადაწყვეტილებამ ცხადყო მხოლოდ ერთადერთი რამ, რომ პრაქტიკულად ნაციონალურ მოძრაობაში არის საყოველთაო ისტერია და სრული აგონიური მდგომარეობა. ქრისტიან-დემოკრატებისათვის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ყოველთვის იყო ოპოზიციის მხრიდან საკრებულოს საქმიანობის კონტროლის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელსაც ჩვენ ამ ბერკეტ საკმაოდ აქტიურად და წარმატებით ვიყენებდით, ისევე როგორც ქუთაისში, ისევე როგორც ყველა თვითმმართველ ქალაქში და შესაბამისად თუ გავითვალისწინებთ იმ მდგომარეობას, რომ დღეს ქუთაისის საკრებულოში პრაქტიკულად აღარც ხელისუფლებაა და აღარც თვითმმართველობის ორგანოსთვის დამახასიათებელი საქმიანობა ხორციელდება იქ საკონტროლებელიც პრაქტიკულად აღარაფერი აღარ არის და ეს ორგანო სრულად უფუნქციო დაწესებულებად გადაიქცა, რომლის ერთადერთი დანიშნულება დღეს უკვე ნაციონალური მოძრაობის წევრების სამსახურით უზრუნველყოფა არის დარჩენილი. ჩვენ იმედოვებთ, რომ არსებული სტაგნაციური მდგომარეობა, როგორც ქუთაისის საკრებულოში, ისე ბევრ სხვა საკრებულოებში საქართველოს მასშტაბით ძალიან მალე შეიცვლება და ის რეალურად ხალხის სამსახურში ჩადგება.